ალბათ თავს მოვიტყუებთ თუ კი ვიტყვით რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება, რომ ასეთ პაკეტზე მუშაობდა შეერთებული შტატები და შესაბამისად მოსალოდნელიც იქნებოდა, რომ ასეთი შედეგი ექნებოდა. თუმცა გავლენა რა ექნება თქვენი აზრით მასზე და მის შემდგომ ნაბიჯებზე? ნუ ხა რა თქმა უნდა თუ ვინმეს გონია რომ ბიძინა ივანიშვილი დღეიდან საერთოდ ფულის გარეშე დარჩება და არანაირი საშუალება მას არ იქნება, ეს იქნება შეცდომა, მაგრამ ეს არის უდიდესი დარტყმა, რეპუტაციული დარტყმა მასზე და თვითონ საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, რომ დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მსოფლიო თვალსაზრისით, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალსაზრისით, იმიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტები, როდესაც ისინი სანქციებს იღებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სადღაც 40-მდე სხვადასხვა რეჟიმი სანქციების. ივანიშვილი მოხდა, როგორც თქვენ წეგან აღნიშნეთ, რუსული მავნე გავლენების კატეგორიაში. ეს არის საკმაოდ მძიმე სანქციები, მოიცავს აგრეთვე მეორად სანქციებს და რაც მთავარი არის, მეორადი სანქციები მოიცავს აგრეთვე შეზღუდვას მარტო ბიძინა ივანიშვილის კი არა, ყველა ის კომპანიები, რომლის მასთან ტრანზაქციებს განახორციელებენ ამერიკულ დოლარზე, რომელიც დღესდღეობით არის მსოფლიოში მთავარი ვალუტა ევროსთან ერთად. ამას კიდევ იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე, სხვა ცივილიზებული ქვეყნები, იგივე კანადა, გაერთიანებული სამეფო დიდ ბრიტანეთს გულისხმობ, ელოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ნაბიჯის გადადგმას. ეხლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროკავშირს გაუჭირდება, ევროკავშირს 27-ვე ქვეყანას ასეთივე სანქციების მიღება უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო, ესეც არის მთლად მართალი, იმიტომ რომ ჯერთი დე-ფაქტო ევროკავშირის და ევროპული კომპანიები, რომელსაც ბევრად უფრო მეტი ინტერესები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვიდრე თქვათ იგივე ბიძინა ივანიშვილთან, აუცილებლად ისინი ამ ამერიკულ სანქციებს მიყვებიან ინდივიდუალურად, ანუ ძალიან შეიზღუდება მისი მოქმედების არეალი. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, როცა სანქციებს ეხება საქმე, ასევე მხარს უბამენ ევროპული ქვეყნებიც. დიახ, და უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეიძლება რაღაც მთავრობების დონეზე და ამასაც ბოლომდე არ გამოურიცხავ, რომ საბოლოოდ შეჯერდეს 27-ვე ქვეყანა ადრე თუ გვიან იგივე ტიპის სანქციების განხორციელებაზე და თუ კი ვერ შეჯერდებიან, იგივე უნგრეთი და სლოვაკეთი და მათი კომპანიები აუცილებლად დე-ფაქტო მიიღებენ ამ სანქციებში მონაწილეობას. ერთი გარემოება არის კიდევ მნიშვნელოვანი ის, რომ თქვენაც აღნიშნეთ დასაწყისში, ივანიშვილი არ არის მაგნიცკის ხიაში. ანუ ეს არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო მისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძალიან, მაგრამ ეს არის პროგრესულად მიდის საქმე იმისკენ, რომ აიძულონ ბატონ ივანიშვილი საქართველოში მან შეწყვიტოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟი, საქართველოს ქართული სახელმწიფოს მიტაცება და საბოლოოდ ამ კრიზისიდან გამოსავალი იქნება ახალი არჩევნები, რომელზეც ის უნდა დათანხმდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ის რომ სანქცია დააკისრეს, თუმცა მაინც ყველაზე რბილი ფორმაა შერჩეული, თქვენ ასე ფიქრობთ? იძულებისთვის რბილიც არ არის, ამაზე რბილიც არსებობს. მე ვიტყოდი, რომ საშუალო და საშუალოზე კიდევ უფრო მძაფრი, თუმცა კიდევ არის რამოდენიმე კატეგორია, რომ და ეს საერთოდ პროგრესირებადია, ჩვენ დავინახეთ, რომ დაიწყო ეს სანქციები საერთოდ ოთარ ფარცხალაძით, შემდეგ მას მოყვა რამოდენიმე ათეული ქართული ოცნების მაღალჩინოსნის ამერიკაში შესვლაზე, ანუ შეზღუდვა, შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის და მისი მოადგილის ძალიან მძიმე სანქციები და ეხლა მოყვა ივანიშვილის აი ამ კატეგორიაში, ამ რეჟიმში შეყვანას, რომელიც მოიცავს სხვა თქვათ იგივე რუს მაღალჩინოსნებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არის დაკავშირებული რუსეთის მავნე გავლენასთან. მაგრამ კიდევ ამბობ, ეს პროგრესირებადია, ეს არის აგრეთვე მოლაპარაკების, ესე ვთქვათ, იძულება, რომ საქართველოს დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეცვალოს ეს დღევანდელი კურსი და პირველ რიგში ამ კრიზისიდან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, არჩევნები. არავინ არ შეურიგდება საქართველოში იმას, რომ იქ ვიღაც პერსონალიები გამოიცვალონ,
და ყველა ვიცით რომ ამიტომაც იყო პირდაპირ ივანიშვილზე მიღებული ეს გადაწყვეტილება რომ იქ ირაკლი კობახიძე თუ სხვა de facto ministrები არაფერს არ წყვეტენ. კი ბატონო. თუმცა მაინც ქართული ოცნება მაინც ამყარებს იმედს, შეიძლება ბოლო პერიოდში ნაკლებად ან რაღაც ლავირებს, თუმცა 20 იანვარზე და ტრამპის ინაუგურაციაზე ამყარებს იმედს და შესაძლოა ამ უმრჩეველსაც აგულიანებს, რომ შეიცვლება. არის თუ არა ზოგადად ასეთი პრაქტიკა სანქციაში მოხვედრილი, ამ სიაში მოხვედრილი პირების ამოღება სიიდან? არის მოსალოდნელი ეს ილუზია შეიძლება შექმნას? ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მაგალითად მაგნისის სიაში თუ კი ადამიანი მოხვდა, ის არის იქ მოხვედრილი უკვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო და იქედან ხო დანაშაულს ხო არ აპატიებენ ადამიანს, რომელიც არის ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებში დადანაშაულებული, ამას ამ დანაშაულს ვერ მოუხსნიან. სხვა ტიპის სანქციებში შეიძლება რა თქმა უნდა ადამიანების ცალკეული პირების ამოღება, აი მაგალითად სირიაში დღევანდელი ჰაიათ ტაჰირ შამის ორგანიზაცია რომელმაც აიღო ძალაუფლება ხელში ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში იყო და ამერიკის შეერთებულ შტატებმა ამოიღეს ეს ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. იმიტომ არის იმედი რომ წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციამ განიცადა ტრანსფორმაცია და არის იმედი რომ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ეს ორგანიზაცია მეტნაკლებად ნორმალურ კურსს დაუბრუნდება. ამიტომ ანუ შეიძლება ითქვას რომ ძიმე სანქციები დააკისრა, თუმცა მაინც დაუტოვა გზა თავის გადასარჩენად? თავის გადასარჩენად არა, საქართველოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, რაც და ის რომ მის ხელშია დღეს ძალიან ბევრი ბერკეტი საქართველოში, მას შეუძლია იგივე, ვთქვათ, კიდევ ერთხელ მეორე არჩევნების დანიშნით და უკვე პირდაპირ მინიშნებებია ამერიკელი პოლიტიკოსებისგან და უკვე და ევროპის კავშირის მაგალითად ორი სახელმწიფოს ლიდერმა უკვე პირდაპირ განაცხადა ლიტვის და პოლონეთის, ამას აუცილებლად მიყვება სხვა პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების უკვე სია არის ძალიან ბევრი დასავლური სახელმწიფოს პარლამენტი, იგივე ევროპის პარლამენტი, იგივე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მოითხოვეს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება. ანუ ეს იქნება გამოსავალი, თუ კი ივანიშვილი დათანხმდა ამას, შეიძლება ეს ყველაფერი ეს სანქციები აღარ გაგრძელდეს იმ ტემპით, ჩვენ საკმაოდ სწრაფი ტემპია, ეს შეიძლება ძალიან მალე დამძიმდეს უახლოეს მომავალში. რაც შეეხება ტრამპზე იმედების დამყარებას, ნუ თქვენაც აღნიშნეთ, რომ ეს უფრო ემსახურება იმას, რომ თავიანთი ამომრჩეველი თუ მხარდამჭერები დააშუშმინონ, რომ ეს ვერტიკალი, რომელიც მან შექმნა ბიზნესში არ ჩამოიშალოს, იმიტომ უამრავი ფუნქციონერისთვის, უამრავი სახელმწიფო მოხელისთვის ეს არის ძალიან დიდი გაფრთხილება. თუმ ნუ აქ იყო დებატები, რომ ჯერ უნდა შეხვდა დაეწყოთ თქვა საშუალო რგოლის დასანქცირებით და ნელ-ნელა მიახლოვდებოდნენ ბიზნესში, არა, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ სწორედ ამ საშუალო რგოლმა და დაბალმა რგოლებმა დაინახონ, რომ ეს საფრთხე მათაც ემუქრებათ ყველა იმ კომპანიას კიდე რომელსაც ბატონ ივანიშვილთან აქვს საქმე ბანკებს და ასე შემდეგ, ეს მათთვის არის ძალიან რაღაც გარკვეული დრო ეძლებათ მათ, რომ ეს ყველაფერი შეწყვიტონ და ეს ვერტიკალი ამით საკმაოდ დასუსტდება. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ დასაწყისშიც ახსენეთ, რომ ეს მაინც და მაინც ფინანსური წნეხი შეიძლება პერსონალურად ივანიშვილზე არ იყოს, შეიძლება არ გაღარიბდეს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ინფორმაცია მისთვისაც იქნებოდა მოსალოდნელი, შინაარსიდან გამომდინარე რა ტიპის სანქცია ეს გავიგეთ, რა არის მის არსენალში. ერთია რას ითხოვენ მისგან, თუმცა ამას მთელი ეს პერიოდია ის არ თანხმდება, რა შეუძლია თუ არა აქვს თუ არა რაიმე სივრცე მანევრირებისთვის ახლა? მოდით იმას ცოტა უფრო მეტ სინათლეს შევიტან იმაში რაც ვთქვით. გაღარიბდეს ის აუცილებლად გაღარიბდება, იმიტომ მისი აქტივების ნაწილი არის გაყინული. კი ბატონო. მაგრამ მე ის არ გადაიქცევა სრულიად რესურსების გარეშე თქვა. კი ბატონო, ეს ვიგულისხმებ პრინციპში მეც დიახ. ხო. ეხლა რა შეეხება მისი მანევრირების, რა თქმა უნდა, მას ექნება მანევრირებისთვის
შესაძლებლობები უფრო მეტად დაუახლოვდეს თქვა იგივე რუსეთს, იგივე სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებს, უფრო მეტი რეპრესიები განახორციელოს, მაგრამ ამას ხო უკუ ეფექტია ყოველ ჯერზე. ივანიშვილს რომ დომოდა ეს რეპრესიები და ესეთი ლუკაშენკოს ტიპის მართველი ყოფილიყო, თავიდანვე გააკეთებდა ამას. ხო, მან იცის ძალიან კარგად, რომ ამას მოყვება უკუ რეაქცია ქართულ საზოგადოებაში და საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ამიტომ ცდილობდა ის დიდი ხნის განმავლობაში რაღაც ყოფილიყო რაღაც ბუნდოვანება მის ქცევაში და ასე შემდეგ. თუ კი მას აღარ დარჩება სხვა ქცევის საშუალება გარდა რადიკალური ქცევებისა და რადიკალური ნაბიჯებისა, ეს კიდევ უფრო გაართულებს მის მდგომარეობას და კიდევ უფრო გაზრდის რეაქციას საქართველოს მოსახლეობიდან და საზოგადოებიდან. კი ბატონო. და აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოს საზოგადოება არის აქ მთავარი ბენეფიციარი და მთავარი მოქმედი პირი ამ ყველაფრისა და მან მოიპოვა ეს საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. კეთილი, მადლობა. მადლობა თორნიკე გორდაძეს, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის